და ეს წუთია გავრცელდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელსაც ახლა მე ჩაგიკითხავთ. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია, მე ისევე როგორც მილიონობით ქართველი უკანასკნელ წამამდე გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გავაკეთე ყველაფერი, რათა გამომეძებნა კომპრომისი. ოპოზიციონერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოეგენ და არ გადადგეს არაკანონიერი ნაბიჯი. ზუსტად ამან გააცოფა შეშლილი სააკაშვილი, ბოკერია მერაბიშვილი, ყველა ის, ვინც ვიყვებოდნენ ზღაპრებს თავიანთი დემოკრატიულობის შესახებ. სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი აღმოჩნდა. დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმელთა ნიჩმებით უჩეხავდნენ თავებს ჩვენს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს იმავე ადგილას. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის და სპეცდანიშნულების დააყოფის აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდეს. სწორედ ამიტომ აშფოთებთ ის ადამიანებს, რომლებიც საპირისპიროდ ფულს ჩვენი ქვეყნის ქალაქების კეთილმოწყობაში ხარჯავენ, მაგრამ დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას იმსახურებს ხალხის თავისუფალი ხმა. ხელისუფლებას არადამორჩილებული კომპანია იმედი. მე უზომოდ მადლობელი ვარ იმედის, მამაცი ჟურნალისტების, იმ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის, იმისთვის, რომ მათ აუხილეს თვალები საქართველოს მოსახლეობას მთელ მსოფლიოს სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრიობაზე. სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. გაუმარჯოს საქართველოს. ეს გახლავთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ეს წუთია მივიღეთ.